საკუთარი ხელით თმის შეჭრა გინანიათ. მე ბევრჯერ, მაგრამ მაინც ვიჭრი ხოლმე. ზოგჯერ მაქვს მოთხოვნილება, მაქვს, რომ საკუთარი თმა ბოლომდე დავიჭრა, მაგრამ ბოლო პერიოდში რაც ვიზრდით მას, იმდენად სიამოვნებს, იმდენად მელამაზება საკუთარი თავი, რომ ვერ ვეგუები, თლა ძალიან ბოლომდეც არ მინდა შეჭრა, იმიტომ რომ ადრე სულ ბიჭივით მქონდა რა, დაახლოებით ალბათ 22-23 წლამდე, სულ მოკლედ ვიჭრდი, სულ ბიჭივით, ან რაღაც სამხედროსავით და რაც გავიზარდე თმა, მოვწონს ქალურობა რაღაცები მიხდება. I like it, but მაგრამ საქმე ისე რომ სალონებში სიარული არ მიყვარს, იმიტომ რომ რა ვიცი, არ მეკომფორტებია რა, რომ ეხა ვზივარ და ვიღაცას თავზე რაღაცებს მიშვება. გასაგებია რომ თმა არის და ოპერაციას არავინ მიგეთებს, მაგრამ ცოტა ისეთია მაინც ჩემთვის არაკომფორტულია თმის დასვენება, ესე გადაწიე, გადმოწიე და ესე ვაკეთებ ხოლმე სულ სპეციალურად. რამდენიმე წელია, სპეციალურად ზაფხულში, ესე ცუდად ვიჭრი ხოლმე თმებს, ანუ გამსადებულს ვახვედრებ ხოლმე, რა ქვია, პარიკმაკერს, თუ დალაქს თუ რა ვირას ეძახიან. და ერთადერთი რავი, რაც ჭირდება, რომ ეს უბრალოდ უნდა აპარსოს, მეტი არაფერი. ხო, უბრალოდ, რა ვიცი, ზოგჯერ როგორი რაღაცა იცით, ხელს რო უნდა რა. შეიძლება თავი დიდად არ ეთანხმებოდეს მაგ ყოველფერს, მაგრამ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები. სხვათა შორის ამას როდის დავეჩვე, იცით? თინეიჯერობაში არ მიყვარდა გრძელი თმა, როგორც გითხარით, ეხაც დიდად არ მიყვარს, ძალიან გრძელად არ ვიცით, რა მაქსიმუმ ესე. მაგრამ მოგეთ მამა ჩემის უმიპროტესტებდა ხოლმე, რომ შენო გოგო ხარო რომ გაიზრდები, გრძელი თმა უნდა გქონდეს და მე ვაპროტესტები, რომ არ მინდა მეთქი კაცო, ჩემი თმა არის, ეხლა გრძელი იქნება თუ მოკლე, მე გადავწყვიტავ მეთქი და მოგეთ ფულს არ მაძლევდა ხოლმე, რომ სალონში წავსულიყავი. მეც რა თქმა უნდა ვაპროტესტებდი. ჩუმად ღამით ისეთ დროს, როცა ზუსტად ვიცოდი რომ არ იყო ფხიზელი თქვათ, როცა სვამდა თვაკაცებთან ერთად და ვიცოდი რომ ძალიან არ მომხვდებოდა. იმ დროს ესე ავიღებდი ხოლმე, მაგრამ ეს სპეციალურად ცუდად ვიჭრდი ხოლმე თმას. ესე ვიკორწნედი ხოლმე და მე რა თქმა უნდა იძულებული იყო რომ წავიყვანე სალონში და თმები შეესწორებინა. ერთი-ორჯერ კიდევ მე მუქრა, რომ იცოდე ეგრე გაგიშვებო სალონში ვეღარ გაგიშვებო და არ არის მეთქი პრობლემა. ანუ მე არ მქონდა არასდროს ეს რაღაცა გარეგნობასთან დაკავშირებით კომპლექსები, რომ ვაიმე ეხლა ვიღაცამ ჩემზე რა იფიქროს თუ რაღაცა, ანუ მე რომ მეცინება ჩემს თავზე ირონია იმდენად მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული, რომ ცინიზმზე არ მაქვს ხოლმე რეაგირება და პირიქით, ძალიანაც მომწონს ზოგჯერ, ხო, რატომაც არა.